გამარჯობა, მე მარიამი ვარ და მინდა ნეპალის შესახებ მოგიყვეთ, სადაც ერთი თვის განმავლობაში მარტო ვიმოგზაურე. ხანგრძლივი ფრენის შემდეგ როგორც იქნა, ნეპალის დედაქალაქში კატმანდუში ჩავედი. ქალაქი ძალიან გავს კაიროს, თუმცა შედარებით სუფთაა. პირველ დღეს დავაგემოვნე ნეპალური ლუდი, ევერესტი და გავსინჯა უგემრიელესი მომო. მეორე დღეს გადავწყვეტე, რომ უნდა მენახა სვაიან ბუტნატი, ანუ მაიმუნების ტაძარი. ტამელიდან, ანუ ცენტრიდან დაახლოებით 40 წუთის გზაა ფეხით. ქალაქში გასეირნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ადგილობრივი კულტურა დაათვალიერო. მაიმუნების ტაძრამდე რომ ახვიდეთ 365 საფეხური უნდა გაიაროთ. გზაც შეგეძლიათ ქოქოსის წყენი დააგემოვნოთ. ეს ტაძარი ბუდისტებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპილიგრიმო ადგილია. როგორც ლეგენდა ამბობს, კატმანდუს ველი ადრე ტბა იყო. აქ გამოჩნდა წმინდანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას აშენდებოდა ტაძარი. მოგვიანებით იგი ლოცვის ძალით გარდაიქმნა ლოტუსის ყვავილად. მოგვიანებით კიდევ ერთი წმინდანი მოვიდა, ხმლით გაანგრია ხეობა, ველი დაიცალა წყლისგან და ამ ადგილს ეწოდა სვაიან ბუტნატი, ანუ თვითქმნადი ღმერთი, ღმერთი რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. როგორც ამბობენ, ამ ადგილს ეს ქურდბაცაცა მაიმუნები იცავენ. გირჩევთ, რომ არც სასუსნავი შეიტანოთ და არც საჭმელი, რადგან აუცილებლად საგართმევენ. მოგვიანებით როცა უკან დავბრუნდი, გავსინჯა ნეპალური დალბატი.